უბრუნდებით გადაცემის მთავარ თემას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, რომელიც აგროსექტორის ხელშემწყობი მიზნით 2012 წელს დაარსდა. შეღავათიანი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი, ახალგაზრდა მეწამე, აგროდაზღვევა. ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც სწორედ ამ სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. სააგენტოს საქმიანობაა დღეს ბიზნეს პარტნიორის მთავარი თემა. დისკუსიაში ჩემთან ერთად საკონსულტაციო კომპანია ჯეპრას დამფუძნებელი სოსო გალუმაშვილი წარმართავს, ჩვენი სტუმარი კი სწორედ ამ სააგენტოს ხელმძღვანელი პაატა შეღელაძეა. მოგესალმებით და დიდი მადლობა სტუდიაში მოგზაურობისთვის. მოგესალმებით თქვენ მაყურებელს. დავიწყოთ საუბარი. ვსაუბრობთ განხორციელებულ პროექტებზე და სოფლის მეურნეობაში ჩადებულ ინვესტიციებზე, თუმცა დღეის მდგომარეობით საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობის წილი მაინც დაბალია. კონკრეტულად რა მიმართულებებზე მუშაობთ, რომ ეს მაჩვენებელი შეიცვალოს? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, როგორც მოგეხსენებათ, ახორციელებს ერთიან აგროპროექტს. აგროპროექტის ფარგლებში არის სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პროგრამები და პროექტები განსახორციელებელი და შემიძლია ესეთი ფორმით წარმოვადგინოთ ჩვენი პროგრამები, რომ ესე იგი სხვადასხვა მიმართულებით დაწყებული, როგორც მოგეხსენებათ, იყო გარკვეული პერიოდი, როდესაც აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს არ გააჩნდა განვითარების ჩავარდნა ჰქონდა, ესე შეიძლება ითქვას. მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო მაგალითად, რომ 2012 წლამდე მთლიანი პორტფელი აგრობიზნესის მიმართულებით გაცემული სესხების საქართველოს კომერციულ ბანკებში შეადგენდა მხოლოდ 58 მილიონს. დღეს რამდენია? დღეის მდგომარეობით გაცემული სესხების ჯამური მოქმედი აგროპორტფელი არის 600 მილიონი, ხოლო ჯამურად გაცემული 2012 წლის შემდეგ ჯამურად გაცემული სესხების ოდენობა შეადგენს უკვე 2 მილიარდამდე ლარს. ეს იმის მაჩვენებელია. ძალიან შთამბეჭდავი ციფრები და რიცხვები არის და აი გადავხედე ახლა თქვენს საქმეებს 190 ახალი საწარმო, 911 გადაიარაღებული, 17000 ბენეფიციარი, 38000 გაცემული სესხები. ძალიან შთამბეჭდავი მილიონი იყო მანამდე. 58 მილიონი იყო და 600 მილიონზე გადახვედით. ეს არ არის საკმარისი, მოდი მაგაზე შევთანხმდეთ. თუმცა მინდა გადმოგცეთ ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებსა და თქვენი ბენეფიციარებისგან, კერძოდ ერთი ძალიან ცნობილი ტირიფონის ბაღებიდან და ერთი მხრივ მადლობაც არის, იმიტომ რომ რა არის, რომ ეს ადამიანები თბილისში ცხოვრობდნენ, თბილისში საქმიანობდნენ და ამ პროგრამამ მიცა საშუალება, რომ გადასულიყვნენ სოფლად და დაეწყოთ აგრო. მე ვერ დავიწყებდი ამ პროექტს, და არც დავიწყებდი, რომ არ ყოფილიყო ეს აგრო პროექტიო. მაგრამ არ არის საკმარისი. თქვენ თქვით, ჩვენც ვამბობთ მაგას, რა არის დაგეგმილი, რომ მთლიან შიდა პროდუქტში თქვათ გაიზარდოს სოფლის მეურნეობის წილი. 50% მოსახლეობის ცხოვრობს სოფლად, მაგრამ ბოლო მონაცემებით 11%-ია მშპ-ში მათი წვლილი. რა იქნება თქვენ ახალი დანიშნული ხართ? რა იქნება თქვენი ძირითადი მაჩვენებლები? აი, როდის იქნება სააგენტო თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებული? სააგენტო შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე წარმატებულია და ჩემი ხელმძღვანელობით მე უბრალოდ შევეცდები, რომ კიდევ უფრო მეტი წვლილი შევიტანოთ საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მიმართულებით განვითარებაში. ეს სოფლის მეურნეობა არ არის მარტივი, ანუ და აგრობიზნესი არ არის მარტივი ბიზნესი, დიდი რისკების შემცველია, დიდი გამოწვევების წინაშე დგას და წეგან როგორც მოგახსენეთ, იყო პერიოდი, როდესაც ამ მიმართულებაში სახელმწიფოს დაინტერესება ისეთი მაღალი და ისეთი პრიორიტეტული არ იყო, როგორც დღეს გვაქვს. კარგი, და სახელმწიფო. რამდენ აი ჩადეთ ფული. 2 მილიონი ლარი არ არის პატარა ფული. რამდენი ამოიღო უკვე სახელმწიფო? კი ბატონო, გეტყვით მაგასთან დაკავშირებით. და ჩართულობა, რამდენი აგროსექტორში წარმოებლების ჩართულობა თქვენ პროექტებში რამდენი? მე შემიძლია ვთქვა, ერთი მარტივად შეიძლება ითქვას, რომ რაც არის აგროკრედიტის მიმართულებით, მაგალითისთვის აგროკრედიტის მიმართულებით რაც გვაქვს უკვე შედეგი, ხელშესახები შედეგი არის, რომ დაახლოებით 10000 ადამიანია უკვე დასაქმებული იმ პირობებში, რა პირობებშიც არის გაცემული იაფი აგროკრედიტი, იმ საწარმოებში, რომლებისთვისაც გაიცა ისინი, ახალი შეიქმნა, როგორც
რადგან თქვენც აღნიშნეთ 190 ახალი საწარმოა გადაიარაღდა დაახლოებით 900 საწარმოზე მეტი უკვე შეიძლება ესეც ითქვას და ეს ერთი რო ხელშესახები ეს არის სახელმწიფო უკან იბრუნებს უკვე გადასახადებს ამ განვითარებული ლარზე რამდენი დაიბრუნა უკვე შეიძლება ესეთი ფორმითაც მივუდგეთ მაგალითისთვის თითოეულ აი დანერგე მომავალს ავიღებდი მაგალითად ეს ძალიან მარტივი ეს არის გაცემულ თითოეულ ერთ ლარ გრანტზე გადასახადის სახით დანერგე მომავალის კომპონენტში სახელმწიფომ უკვე 91 თეთრი უკან დაიბრუნა რა თქმა უნდა ეს ჯერ მხოლოდ სტარტია წეგან მაგითო გითხარით რომ რთულია ეს აგრობიზნესი არ არის ის რომ დღეს ჩადე ფული და ხვალ უკვე რაღაც გარკვეულ შემოსავალს და გარკვეულ უკუგებას ელოდები ამას გარკვეული დრო ჭირდება განვითარებისთვის და მე შემიძლია გითხრათ მაგალითად რომ თუნდაც აი დანერგე მომავალი რო ავიღოთ 2020 წელს ჩვენ უკვე ველოდებით დაახლოებით 16000 ტონას ჩვენი გაშენებული ბაღებიდან მხოლოდ პროექტების მართვის სააგენტოს მიერ თანადაფინანსებული გაშენებული ბაღებიდან რომელიც უკვე 7000 ჰექტარია და ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ 2020 წელს უკვე გაცილებით მეტი იქნება მოსავლიანობა და 65000 ტონას ველოდებით ეს ციფრებში შეიძლება ითქვას რომ 130 მილიონი ჩართულობა აგროსექტორში ნაკლები რა უნდა გაკეთდეს იმის მოთხოვნა თქვენს პროექტებზე რამდენად არის მზარდი და ეს რო გითხრა და თუ არ არის მზარდი იმ შემთხვევაში რას აპირებთ რომ უფრო მეტი ადამიანი ჩართოთ კომპანიაში კი ბატონო არსებული პროექტების მოდერნიზებას ვახდენთ დღეის მდგომარეობით და ეს სულ მიმდინარეობდა უბრალოდ არის გარკვეული დარგები როდესაც პროექტები და პროგრამები მუშავდება რომელსაც გაცილებით მეტი სახელმწიფოს ჩართულობა ჭირდება და სწორედ ამ დარგის მეტ განვითარებაზე ვზრუნავთ იმ გარკვეულ პერიოდში გარდა იმ პროგრამების და პროექტების რომელიც აქ სახელმწიფო კიდე გვაქვს დაგეგმილი ახალი პროექტები და პროგრამები, როგორც თქვენც მოგეხსენებათ და ამაზე ვისაუბრებ აუცილებლად. აუცილებელია, რომ იყოს ადგილზე მოსახლეობის მეტი ჩართულობა და ამისთვის ვმუშაობთ, რომ ჩავიდეთ ადგილზე, გავაცნოთ ჩვენი პროექტები, ადგილზე კომუნიკაცია გქონდეს. ჩვენ გქონდა ესეთი ტიპის ღონისძიებებიც, რომელიც უშუალო ბენეფიციარების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოვახდინე, მაგალითად დანერგე მომავალში და სხვა პროექტებში ცვლილებების განხორციელება. ეხლა მოდერნიზაცია ხდება ყველგან. აი კიდევ ერთი მათი 10 პატა ჩამოთვალე 10 პროგრამა და პროექტი. ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია, უყურებ ახლა ამ თითოეულ იმას, მაგრამ აი ეს მოდერნიზაცია რამდენად სწრაფად მოხდება? გეტყვი რატომ? აი როდესაც მადლობა დავიწყე მადლობით, მაშინ იყო რომ ასევე გადმოცეს ესეთი რაღაცა, რომ რამდენად შესაძლებელია რომ უკვე სუბსიდირება მოხდეს არა მარტო თქვა აგროკრედიტში, აგროკრედიტის პროცენტის. კი ბატონო, 2 წლის განმავლობაში ბანკმა გააკონტროლოს, გადაიხადოს ეს ისა, მაგრამ შემდეგ როდესაც უკვე ბაღი გაშენებულია, თქვა 2 წელი არავინ მას არ გაჩეხავს. თუ ფიქრობთ იმაზე, რომ მოდერნიზაცია იმით მოხდეს, რომ კაპიტალში ინვესტირება, სუბსიდირება მოხდეს უკვე კაპიტალში და არა საბანკო პროცენტის დაფინანსება. კი ბატონო, მაგაზე გიპასუხებთ. არ გამოურიცხავთ აღნიშნული ტიპის მოდერნიზებას რო განხორციელდეს, მე როგორც იქნება. დიახ, მე როგორც მოგახსენეთ, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები. ერთი რო გვაქვს IAPI აგროკრედიტი, რომლის შემთხვევაშიც პროცენტს ვაფინანსებთ, ანუ 11% 5 წელიწად ნახევრის განმავლობაში ფინანსდება და მული გვაქვს როგორც მოგახსენეთ უკვე 2 მილიარდამდე აი ასეს ხის პროცენტი გვაქვს დაფინანსებული, საიდანაც 500 მილიონზე მეტი იყო ძირითადი საშუალებების დაფინანსება, ანუ პროცენტის დაფინანსება, ხოლო 1.5 მილიონამდე იყო ძირითადი საშუალებები. გვაქვს მეორე მიმართულება, რომელიც არის გრანტები, ანუ სადაც ხედავთ, რომ IAPI აგროკრედიტი მხოლოდ პროცენტის დაფინანსება არ შველის საქმეს და უფრო მეტი ჩარევა ჭირდება იმ კონკრეტული მიმართულებით აგრობიზნეს, მაგ შემთხვევისთვის გვაქვს გათვალისწინებული გრანტები, საგრანტო კომპონენტი, სხვადასხვა მიმართულებით და სხვადასხვა მოცულობით 600,000 ლარამდე გრანტიც კი არის. ოღონდ ეს რა თქმა უნდა არ გამორიცხავს იმას, რომ რადგან 600,000-ზე გამახსენდა ერთი ისა. თქვენ გქონდა ძალიან და გაქვთ ეს ძალიან კაი პროექტი, რასაც ქვია სამაციურე და შემნახველი პროგრამა, ხო? 2017 წლის 17 აგვისტოს რაღაცა შეჩერდასავით და აღარაფერი აღარ ისმის, რაღაც 2 კვირა გაგრძელდა ბენეფიციარები, ვისაც ბაღი აქვს რა, მოუვა თქვათ ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა 2023 წელს მექნება 2500 ტონა
ვაში რა უნდა ქნას თუ ეს შეჩერებული გექნებათ გაქვთ თუ არა ამ რა იმიტომ რომ თუ შემნახველი არ ექნება მაშინ ის ევროპულ ინტენსიური ბაღი აქვს ევროპელ წარმოებლებს ვეღარ გაუწევს კონკურენციას აქვს ბაღი მაგრამ აღარ აქვს შესანახი არის იქნება თუ არა მანდ ამ პროგრამის გაგრძელება აუცილებლად პროექტების მართვის სააგენტო ანუ სახელმწიფო ამ შემთხვევაში ჩართული იქნება სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე. დაწყებული პირველადი ნედლეულის წარმოებიდან შემნახველი, გადამამუშავებელი, შემდგომში უკვე ტექნიკური დახმარების ნაწილზეც, რომ ამასაც ვისაუბრებ მოგვიანებით, ესეთი სიტუაცია ჩვენ გვჭირდებოდა ქვეყანაში პირველადი ნედლეული, რომელიც არ გქონდა ძველი ამორტიზირებული ბაღები, ამისი ჩანაცვლება ხდება დღეს. როგორც მოგახსენეთ, უკვე 7000 ჰექტარზე მეტი, 7000 ჰექტრამდე გვაქვს გაშენებული დანერგე მომავალში ეს ახალი ინტენსიური ბაღები და არის გარკვეული პერიოდი, რაც ჭირდება ამას, რომ უკვე მოსავალი მოგვცეს. პარალელურ რეჟიმში ჩვენ, როგორც მოგახსენებათ, გვაქვს შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოები, რომელშიც უკვე 45 გვაქვს დაფინანსებული საწარმო და 14 გადამამუშავებელი, 14 შემნახველი. შემნახველი მეურნეობები არის ერთი, რომ პირველადი ნედლეული დავიჭიროთ გარკვეული პერიოდი და სწორად და იმ დოზით მივაწოდოთ ბაზარს, როგორც ადგილობრივს, ასევე განვახორციელოთ ექსპორტი, რა დროსაც მას მაღალი ღირებულება აქვს და სწორად იქნეს შენახული, ერთი, ხოლო უკვე მეორე ნაწილი გადამამუშავებლების ნაწილი რაც არის, ქვეყანაში არ იყო ნედლეული და სწორედ ამას ვქმნით. ნედლეული როდის ამუშავდება, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს. პარალელურ რეჟიმში ეხლა მიმდინარეობს მოდერნიზება აღნიშნული პროგრამისაც, შემნახველები არ გაჩერებულა დღესაც არის, მაგრამ გარკვეული პერიოდით შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტი, რომელიც ჰქონდა და პროგრამა, ეს გავაჩერეთ ახალი და თანამედროვე გამარტივებული სახით წარმოდგენის მიზნით. ეხლა ანუ უფრო მარტივი იქნება წვდომა პროგრამაზე. ანალოგიური შემიძლია გითხრათ, მაგალითად მექანიზაციის პროექტი იყო ახალი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც 50-50-ზე პრინციპით დავაფინანსეთ. აქამდე გადამამუშავებლებში ძალიან დიდი აჟიოტაჟი მოყვა და როგორც ვიცი, ერთ კვირაში ამოიწურა მთლიანად ის 4 მილიონი. ეს ხო არ ნიშნავს, რომ გაჩერდება საერთოდ. რა თქმა უნდა, არა, ძალიან დიდი მოთხოვნა მე არც ვიყავი მე მეგონა რომ ასეთი მოთხოვნა აი თქვა ტრაქტორებზე, საწარმო ძალებზე არ იქნებოდა და როგორც ნახე 4 მილიონი ერთ კვირაში ამოიწურა. ძალიან დიდი მოთხოვნა ყოფილა. ძალიან. ეს იყო საპილოტე პროგრამა, ანუ იმ ახალი მოდერნიზებული პროგრამების, რომელიც მოგახსენეთ, რომ ვახორციელებთ და ესეთივე ტიპის გვინდა, რომ იყოს შემნახველი, ესეთივე ტიპის გვინდა, რომ იყოს გამამუშავებელი, ანუ გაცილებით გამარტივებული, მომხმარებელზე, ბენეფიციარზე ორიენტირებული და მათი ყველა შენიშვნა იქნება ეს ყველა საკითხი თუ თხოვნა, რომ მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული, რომ მორგებული იყოს მოსახლეობაზე. ერთი შეკითხვა მაქვს ასევე ახალგაზრდა მეწარმეზე მინდა ვისაუბროთ ერთ-ერთ პროგრამაზე. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობაში სოფლის მეურნეობით ახალგაზრდების დაინტერესება და მათი ჩართვა აგროსექტორში და შემდეგ უკვე ბატონ პაატას ვკითხოთ, რა იგეგმება რაზეც ახალგაზრდა. ძალიან მოკლედ გიპასუხოთ. თავიდან როდესაც ეს პროექტი შემოვიდა, ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები ვინც არიან ამ საკითხით დაინტერესებული, დადიოდნენ სოფელ და ეუბნებოდნენ, რომ ხალხო ჩაერთეთ. მექანიზაციის პროექტმა გვაჩვენა, რომ თურმე არის ძალიან დიდი ინტერესი და ვფიქრობ, რომ ის დანიური სესხით განხორციელებული ეს პროექტი იქნება ძალიან საინტერესო და წარმატებული. და აქცენტირება ახალგაზრდებზე სწორედ იქ არის, რომ იქ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი გეპი განათლებაში. კი ბატონო. ვიღაცებს რაღაცები იცოდნენ, ის თაობა ნელ-ნელა მიდის და ახალმა თაობამ უნდა რეალურად ჩაანაცვლოს და თან რაც თავარია სოფლის მეურნეობაში შემოიტანოს ახალი ტექნოლოგიები. და აი ამაზე პირდაპირ დავამატებდი საბოლოო კითხვას ჩვენ უნდა დავასრულოთ. დიდი მადლობა ნიკა. რით ხართ და რით გინდათ რომ იყოთ ბიზნესის პარტნიორი? შეგიძლიათ ჩამოგვითვალოთ 4-5 თემა. მოკლედ ძალიან. მე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს საქართველოში ბიზნესს ისეთი პარტნიორი არ მეგულება რომ ყავდეს, როგორც არის სახელმწიფო, ну ჩვენ შემთხვევაში აგრობიზნესის შემთხვევაში პროექტების მართვის სააგენტოს სახით ერთი და მთლიანად მთელი სახელმწიფო ორიენტირებულია ბიზნესის სიმარტივეზე, ბიზნესში მეტი ინვესტიციის განხორციელებაზე, სუბსიდირებაზე და დახმარებაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ბიზნესის პარტნიორი დღეს ვარ
პირობითად წარმოდგენილი 11 პროგრამაში და პროექტში, რომელსაც ახორციელებს რომელსაც და ხვალ რა შესთავაზებთ? ხვალ შევთავაზებთ კიდე ახალ პროექტებს. შემიძლია ესეთები მაგალითად ეხლაც დავასახელო ბიოწარმოების მიმართულებით იქნება აუცილებლად ხელშეწყობა, რომელიც ნიშური ბაზარია მსოფლიოში და საქართველოს აქ იმის პოტენციალი, რომ ამ ნიშურ ბაზარზე თავისი ადგილი დაიკავოს. გასაგებია, დიდი მადლობა სამწუხაროდ დრო აღარ გვაქვს მეტი. ასეთი იყო დღევანდელი ბიზნეს პარტნიორი. ჩვენ ხვალ 15 საათიანი მოამბის დასრულებისთან ავისევ პირდაპირ ეთერში ვარ და არ დაგავიწყდეთ ყოველი სამუშაო დღის 4:30 ჩვენი საქმიანი პარტნიორობის დროა. მადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.